ქართული ოცნება უცხოურ ანგარიშებს შერჩევითად კითხულობს. მაგალითად, ასე იქცევა ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან მიმართებით, საიდანაც მხოლოდ ის ნაწილი ამოიღო, რომელიც აწყობს და ახლა ამაზე აგებს საკუთარ პროპაგანდას. ოცნება ანგარიშიდან მიუთითებს კეთილდღეობის ინდექსის მაჩვენებელს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა. თუმცა არაფერს ამბობს ანგარიშის სხვა ნაწილზე, რომელშიც ლაპარაკია, რომ საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. თამარ დემეტრაშვილმა შეისწავლა ეს ანგარიში, დეტალებს ის მოგყვება პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნების პიარის მთავარი ელემენტი დღეს როგორც ჩანს ატლანტიკური საბჭოს ანგარიში იქნება, საიდანაც პროპაგანდამ მხოლოდ მცირე ელემენტი ამოიღო და ახლა ქვეყნის წარმატების საილუსტრაციო დახმოვანებს. ესაა კეთილდღეობის ინდექსი, რომელმაც საქართველოსთვის 2024 წელს 75.5 ქულა შეადგინა და სხვათა შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში ის უცვლელია. მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პროპაგანდას არ შეუმჩნევია მეორე თავისუფლების ინდექსი, რომელშიც 1 წლის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა აქვს ქვეყანას. ინდექსი 6.4 პუნქტითაა გაუარესებული. ნახოთ, რას ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, შემდგომ გიჩვენებთ როგორია სინამდვილე. ხედავთ, რომ დღეს დონორების, ზოგიერთი დონორის და მათი ენჯოების ამოცანა არის, რომ რიყეზე ისე გავიდეთ, რომ ქვა ვერ დავინახონ და გვითხრან, რომ აქ ქვიშაყრია და ქვები არ არის და რეალობა სხვა რამე არის და რეალობა, როდესაც შემოდის ობიექტური საზომები, კრიტერიუმები და არა აღქმები, რომლის დანერგვაც უნდა ზოგიერთ ელჩს საქართველოში, როდესაც შემოდის ობიექტური კრიტერიუმები და საზომები, სიმართლე ჩანს ყველაზე კარგად. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კვლევები აძლიერებს ჩვენ სიმართლეს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვაჩვენებს მეორე სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა, ობიექტური შეფასებით და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. პოლიტიკა, რომელიც აქვს არჩეული ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს, ეს არის ყველაზე სწორი პოლიტიკა. შესაბამისად, შვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა, მათ შორის კანონის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით, აგერ კეთილდღეობის ინდექსით, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს საუკეთესო შედეგი. ეს დამსახურებაა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კანონების დიქტატურა გვაქვს ჩვენ აქ. სხვათა შორის სამართლებრივ ნაწილშიც გაუარესებული აქვს საქართველოს რეიტინგი ამ კვლევაში. ქართულ ოცნებაში არაფერს ამბობენ ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელშიც სწორედ ადამიანების პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს ეხება. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესებულია 5 პუნქტით, საინვესტიციო ინდექსი გაუარესებულია 20 პუნქტით, 8.5 პუნქტით გაუარესებულია პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი, თითქმის 8 პუნქტით სამოქალაქო უფლებების ინდექსი. და ასევე გაუარესებაა ყველა სეგმენტში, რაც ადამიანის თავისუფლებას უკავშირდება. მიუხედავად ასეთი მკვეთრი ვარდნისა, საქართველო ჯერ ისევ რჩება ზომიერად თავისუფალი ქვეყნების არეალში, მაგრამ როცა ამ მონაცემებს უკვე 2025 წელს წელს ოცნების მიერ შეზღუდვების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებებით დაემატება, ქვეყანა დიდი ალბათობით უკვე დაბალი თავისუფლების მქონე ქვეყნების ნუსხაში გადაინაცვლებს.